ეს არის მეგობრებო ბოსტნეულის რაგუ ქათმის კოტლეტთან ერთად. უგემრიელესი სადილია. დავიწყოთ მომზადება. დავჭირდება ბადრჯანი, ბადრჯანს მოვაშოროთ კანი და დავჭრათ აი ესეთ კუბიკებად. ავიღოთ კარტოფილი, ახლა დავჭრათ აი ესეთ მრგვალად და ეს ყველაფერი უნდა შეწვათ ტაფაზე ოქროსფერ კანამდე ცალ-ცალკე. როგორც გითხარით, ბადრჯანით შევწვათ ოქროსფერ კანამდე, არც ერთ ბოსტნეულს არ წვავთ ბოლომდე, ნახევრად შემწვარი გვჭირდება. ეხლა ავიღოთ თეთრი ხახვი, დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ ქათმის ფარს ან ნებისმიერ ფარს, ჩემ შემთხვევაში არის ქათმის ფარში. ფარს მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი, კარგად მოურიოთ, გავაკეთოთ ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ოქროსფერ კანამდე. იმავე ზეთში, სადაც იწვებოდა კატლეტი, მოვთუშოთ ხახვი და ბულგარული, დავუმატოთ კანგაცლილი პომიდორი, ცოტა ხანი მოითუშოს პომიდორმა, რომ გამოუშვით თავისივე წვენს, ჩავალაგოთ კატლეტი, ჩავალაგოთ შემწვარი კარტოფილი ნახევრად, მერე დავალაგოთ ბადრჯანი, ეხლა ფენა-ფენა უნდა ავაწყოთ. გამოდის უგემრიელესი სადილი. გამოეწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო, მეგობრებო, ძალიან ცოტა აკლია 200,000 გამომწერს. ეხლა მოვაყაროთ მარილი, წითელი პაპრიკა, ქინძის სუნელი და ორეგანო. სულ ბოლოსკენ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ცოტა ხანით მოვთუშოთ კარგად და უგემრიელესი, როგორც გითხარით, სადილი რაგუ ბოსტნეულის ქათმის კოტლეტით მზად არის. აუცილებლად მოამზადეთ, დარწმუნებული ვარ ყველას მოგეწონებათ. ეხლა კი გამოეწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო.